ჩვენი გაცემის სტუმარი გახლავთ. პალიტრა არის წარმომადგენელი ცნობილი გამოცემების, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში. პალიტრა არის წარმომადგენელი მარკა კელიშვილი, რომელიც გახლავთ მარკეტინგის დამსახურის ხელმძღვანელი. მე უპირატესობა ის გაქვთ, რომ ესე იგი პალიტრელი რამდენადაც არის ჰოლდინგი, ხო, ასე ეწოდება. პალიტრა მედია, კი ბატონო. პალიტრა მედია, რომელიც პრესასთან ერთად აუცილებს უამრავ წიგნს. ანუ ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ პრესასთან ერთად წიგნები მიიღონ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში, განსხვავებით სხვა გამომცემლობის პროდუქციისა. ეს დიდი უპირატესობა, მაგრამ მინუსი ის ჰქონდა, რომ მე რამდენიმე თქვენს მიერ გამოცემულ წიგნი წარვიდე, სადაც არ დამაკმაყოფილა თარგმანი. იმის გამო, რომ თვითონ დამოკიდებული იყო, მე მგონი არასწორი. ყველა ვარიანტში გამომცემლობა მე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და იმედია დამეთანხმებით თუ კარგი იქნება, რომ გაითვალისწინოთ, რომ ესე იგი ყველა შემთხვევაში თავიდან უნდა გაკეთდეს თარგმანები, ყველა შემთხვევაში. და რაც თავია იმ ორიგინალური ენიდან, საიდანაც თარგმანს ვერანაირი სხვა ენის გავლით ვერ შეცვლის ვერცერთი ტექსტი, გამორიცხული. პირდაპირ თარგმანზე ნიშნავდა მეორეც, ალბათ შეიძლება პირველი უბრალოდ უფრო მნიშვნელოვანი ისე რომ ჩვენ გვყავს ასეთი თარგმნელი, უბრალოდ გამომცემლობა უნდა კეთილინებოს და დააფინანსოს მათი შრომა, გასაგებია რომ იქ ძალიან იაფი დაუჯდებოდათ უკვე თარგმნელის გამოყენება, მაგრამ მეორე მხრივ წიგნი არის ძალიან წამალივით არის, მოკლედ რა. ხო და წამალს თუ არასწორად მიიღებ, შეიძლება მოკლას ადამიანი, ან ძალიან გვერდით მოვლენებს ეძახიან, ხო იცით, ფარმაცევტები, მაგრამ შეიძლება ისეთი გვერდითი მოვლენა მოყოს, რომ ემსხვერპლება. ცუდი ხარისხის თარგმანს, ანუ ცუდ წიგნს შეიძლება გაცილებით მძიმე გვერდითი მოვლენები მოყოს, ვიდრე ნებისმიერ წამალს. ხო გესმით რას ვთქვი? ამიტომ ასეთი რისკებზე წასვლა არ შეიძლება. კი, გასაგებია, შეღავათია და იაფი უჯდებათ, მაგრამ ამაზე უარ უნდა თქვას გამომცემლობთ, ან მithumetes თქვენს ნამა გამომცემლობთ. კი ბატონო, მithumetes ჩვენ ზუსტად ეგ არის პრიორიტეტი, რომ 90% შემიძლია თქვა, რომ ითარგმნება პირველ წყაროდან. თუმცა გეთანხმებით არის რაღაცა ნაწილი, რომელიც პირველ წყაროდან არ ითარგმნება და ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ აი ეს განვითარდეს და განვითარდეს ეს მთარგმნელობითი პროცესები ჩვენთან. მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა კონკურსების სახით აღმოვაჩინოთ ახალი მთარგმნელები, დავასაქმოთ ისინი და ასე შემდეგ. ეს პროცესები ეხლაც აქტიურად მიდის გამომცემლობაში და საკმაოდ საინტერესო თარგმანებიც გამოდის. რამდენიმე ძალიან მაგარი სკოლა გვაქვს თარგმნელობითი, მაგრამ აღარ არსებობს სახელმწიფო დოტაცია ამ ადამიანებს, ამ საქმიანობის ადამიანებს საქართველოში აღარ აქვს. ანუ ეს ფუნქცია თავისთავად უნდა იყოს გამომცემლობა. მithumetes რომ მოხმარებელი ასე ვთქვათ არსებობს და მოთხოვნილებაც არსებობს და ეს უნდა კარგად გამოვიყენოთ და მინდა რომ გადავიდეს ეგ იმ წიგნებზე, რომელსაც თქვენ თვით რომ აი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ წარუდგინოთ ჩვენს მსმენელს და ჩვენს მაყურებელს, რა წიგნები მოგვიტანეთ, ეს მინდა რომ კონკრეტულად წიგნებზე ისაუბროთ. პირველ რიგში დავიწყებ დღევანდელი ღონისძიებები. დღეს არის ხო? ეს არის ძალიან ხო გვიხარია, ეს არის ძალიან საინტერესო ავტორი. როგორც წესი, ანუ დღევანდელი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ გამომცემლობა პალიტრელს არ აქვს დიდი გამოცდილება დებიუტანტი მწერლების გამოცემის კუთხით. ანუ რისკებს ვერიდებით, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მოკლედ გამომცემლობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ შექმნას ის პროდუქტი, რაც ბაზარზე მოთხოვნადია და იყოს მაღალმხატვრული. ამიტომ რისკების თავიდან აცილების მიზნით ხშირად ესეთი პრეცედენტი არ გვაქვს ხოლმე, თუმცა ხდება. რა თქმა უნდა. თუმცა როდესაც ეს ნაწარმოები ჩვენთან შემოვიდა და განიხილა რედაქტორთა კოლეგიამ, საკმაოდ ესეთი დადებითი შთაბეჭდილებები დარჩა ამ ნაწარმოებმა, დატოვა ამ ნაწარმოებმა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნი უნდა გამოგვეცა და ამ ახალგაზრდასთვის მიგვეცა შესაძლებლობა სხვებსაც წაეკითხათ მისი ეს ნაწარმოები. მაგრამ აი ბოდიში გადაწყვეტა, აი ხო გადავშალე სრულად შემთხვევით, აი პირდაპირ იმ გვერდზე გადავშალე, სადაც ჩემი ცხოვრება აღწერილი, ესე იგი, ჩემი თავარი ორიენტირები, The Rolling Stones, Led Zeppelin და Pink Floyd. აი პირდაპირ ამ გვერდზე გადავშალე. ხაშოს მე წიგნი უკვე წაკითხული მაქვს, ვინცაც ჩემსავე დეჭვი ქონდა, რომ სიბზნე სიცრუისა ქვია ამ წიგნს. დეჭვი ქონდა, რომ ხო, მაღალი განაცხადია. ხანსაბა იყო ავტორი, შეუძლია ეს წიგნი შეიძინოს დღეიდან, ესე იგი დღეს იქნება პრეზენტაცია.
აი სადაც არის ბიბლიუსი ხო არ მეშლება ვაჟებშაველას ეს არის ბიბლიუსი სამკითხველო დარბაზი ვაჟებშაველას 47 ნომერში სადაც დღეს 7 საათზე გაიმართება ტორესა მოსის ამ ახალი წინააღმდეგო თქვა ეს არის მისი ფსევდონიმი უბრალოდ აქ ჭალებშია სიბრძნის ისრუისა განსხვავებით სულხან საბას ნაწარმოებისაგან და ესე იგი ტორეს მოსი არის ფსევდონიმი მისი ავტორის ქართველი ავტორი ეს გახლავთ ვახო მოსიაშვილი მე რაც ყველას ძალიან მომეწონა ესე იგი არაფხოლოდ ჩინაასით ფორმითაც ძალიან საინტერესო რომანია მაგრამ თვითონ პროცესი მომეწონა რომ ჩვენ მაგალითად მივეჩვიეთ რომ რომანებში თანამედროვე ქართულ რომანებში ძირითადად აღწერილია მოვლენები და ამბები რომელიც ხდება და ვითარდება თბილისში ეს ხდება კინემატოგრაფშიც კინოში ყველასე ხდება ჩვენ ძირითადად ეს არის ძალიან ცუდი საბჭოური გავლენა. ძალიან არ მომწონს რომ ჩვენ გავიწყდება რომ საქართველოს ჩვენი სამშობლო არ არის მხოლოდ ვაკე, ვერა და რამდენიმე უბანი. თელავი და უშგული და ყველაფერი ჩვენი სამშობლოა, სადაც კი საქართველოა და თელავიც ისე კარგად უნდა ვიცოდა, როგორც ზუგდიდი თუ რა ვქი, ბათუმი და მე ჩემი ღმერთმენით ხო ყველაზე კარგად თუ გვინდა რომ ვიცოდეთ რომელიმე ქალაქის ამ ქვეყნის შესახებ ან სოფლის უნდა წავიდეთ წიგნები და ლიტერატურა ამა თუ იმ სოფლის და ქალაქის შესახებ. ყველა უცხოელი მაგალითად დაკვირვებულმა რომ გაიგებს რომ ან დაინტერესდება საქართველოსი პირველი რასაც აკეთებს შედის მაღაზიაში და კითხულობს ხო არ არის იმ ქვეყნის რომელიმე წერლის რომელიმე ავტორის წიგნი იმიტომ რომ ზუსტად იცის ისეა გაზრდილი უცხოეთში ეს სისტემები არსებობს ჩვენ და სამწუხაროდ ისეა გაზრდილი მას ზუსტად იცის რომ ყველაზე მეტ პასუხს თუ რომელიმე ქვეყნის გაცნობა უნდა და შეცნობა უნდა ეს გასცემს ლიტერატურა იმ ქვეყნის მოკლედ მინდა მიულოცო ვახოს დღევანდელი დღეს დანიშნულოვანი ყველა ავტორისთვის და გადავიდეთ შემდეგ წიგნზე შემდეგი ეს არის შმიტის ოსტენდელი მეოცნებე, რომლის პრეზენტაციას გქონდა რამოდენიმე დღის წინ და სხვათა შორის არის ფრანგულიდან თარგმანი, რომელიც ბატონო მერაფიფიამ გვითარგმნა. საკმაოდ საინტერესო შმიტიც რო ამბობ, ბიუსმო მერაფიფიას და ასეც იქნება, ხო. ეს არის მეორე წიგნი, რომელიც ბატონმა მერაბმა ჩვენი გამომცემლობისთვის თარგმნა. ერთ-ერთი იყო, რომელიც გაზაფხულზე გამოვეცით, ამელი ნოტომის ლურჯწვერა. ასე რომ საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა და მოკლედ ამ წიგნზე მინდა ვთქვა რომ საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა სანამ გამოვცემდით. იმიტომ რომ ერთი შეხედვით ეს არის საკმაოდ ისეთი მარტივი ყველასთვის მისაღები 5 ნოველისგან შემდგარი წიგნი, თუმცა არის იქ რაღაცა პატარა სიბრძნეები და თავსატეხები და ფინალში სადაც გაგაწყვეტინე როგორც ამ ხრით მეტნაკლებად გამოსულა ადამიანმა ბოდიშის მოხდი მინდა გაგაწყვეტინო რომ ეს სიმარტივე ნებისმიერ მწერლისთვის არის ყველაზე რთული მისაღწევი. რა თქმა უნდა. როცა მკითხველი მარტივად კითხულობს და უბრალოდ და ადვილად წიგს, ყველაზე რთული არის ასეთი წიგნების დაწერა. ამიტომ შმიტი არის ძალიან მაგარი მწერალი, ძალიან მაგარი, მინდა მერაფიფიას მადლობა უთხრა. ეს ავტორი და თანამედროვე, არამხოლოდ ეს ავტორი, ფრანგული თანამედროვე ლიტერატურა შეგვიძლია წავიკითხოთ ჩვენ შუბლურ ენაზე, ეს მისი დამსახურებაა, ჩვენი განცემის სტუმარი. რადიო უცნობში არაერთხელ ყოფილა მე ბატონი მერაბი ამის გამო და სხვადასხვა არა მარტო ემანუელ შმიტი გვაჩუქა, სხვა თანამედროვე ფრანგული მწერლების გვაჩუქა და დიდი მადლობა რომ თქვენ თანამშრომლობთ მასთან და მის საშუალებით, მისი თარგმანების საშუალებით ასეთ საჩუქრას უკეთებთ, იმიტომ რომ ეს არის ამას მთელი მსოფლიო კითხულობს და მიხარია ჩვენ შეუერთდით აი ამ წერლის კითხველთა რიცხვს, ქართველი კითხველებს. კი ბატონო, ამ წიგნის ყიდვაც უკვე შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში. გადავიდეთ ახლა აი ამ წიგნზე, რომელიც ვთვლით რომ არის ძალიან საინტერესო და არის პატარა განცი, სადაც თავმოყრილია ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. 49-დან რომ დაიწყოთ, გადახვიდით 1000. ეს არის სხვა თემა, ანუ სათაურმა არ შეგაცდინოთ, ეს არის სხვა სათაური, 1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, გულისხმობს იმას, რომ ამ წიგნში ეს არის უკვე საინფორმაციო კატალოგიც არ არის, მაგრამ არის რაღაცა საინფორმაციო წიგნი, რომელიც იტევს 1001 წიგნის შესახებ ინფორმაციას. აქ არის თავმოყრილი 1001 ღამით იწყება და სრულდება თანამედროვე მწერლებით, 21 საუკუნის მწერლებით, სადაც არის თავმოყრილი როგორც პატარა რეცენზიები, ასევე დოკუმენტური მასალა, ფოტოები. მსოფლიო ლიტერატურის ისტორია თავმოყრილი, ეს არის ინგლისური გამოცემიდან ადაპტირებული. ეს უკვე არის გაყიდვაში.
ეს არის უკვე გაყიდვაში, ეს ჩვენ გამოვეცით სექტემბერში და მართლაც საოცარი წიგნია, ესეთი ადამიანი არსებობს, პიტერ ბოქსალი, რომელმაც გამოსცა ინგლისში 2008 წელს და უკვე რეპრინტით გავიდა და იქ რამოდენიმე გამოცემა გამოვიდა ამ წიგნისა და წელს გამოვეცით ჩვენ საქართველოში. იმიტომ მგონია რომ მართლაც განძია, იმიტომ რომ ადამიანს კი ბატონო, რომელსაც სურს რომ გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურას, როგორც ძველს ასევე თანამედროვეს, შეუძლია ამ წიგნში ჩაიხედოს და თამამად ამოარჩევს მისთვის სასურველ საკითხავს. სხვადასხვა მაკა დიდი ბოდიში, აი მე ეს თქვენი დამოკიდებულება, ასეთი, ესე იგი, განმარტებების მიცემა, თქვათ, კომენტარები, შეფასებები, უფრო სწორი დამოკიდებულება მგონია, ვიდრე მაგალითად ერთი გამომცემლობა, ერთი ქართული გამომცემლობა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გააკეთეს, მოთხოვა ავტორებს, გაეკეთებინა მოკლე შინაარსებით კლასიკური ნაწარმოებების. და აშშად აბუკაშვილმა იხუმრა ერთხელ ეს მახსოვს, რომ მაშინ აბა ავდგებითო და ასე ტოლსტოის ანა კარენინაზე რამდენიმე წინადადებაში უნდა მოგეყოლა და ვიტყვი ასე გამოვიდა ქალი ცოტა გაბრაზებული იყო, აღებული დადო თავი ვერელზე და გადმოვიდა რა ქვია, მატარემის მოლოდინში და კი დამთავრდება ის წიგნიო და მაშინ რა აზრი ქონდა მართლა ამ ხელა რომანის დაწერას, მაგრამ ეს არის რადიკალურად სხვა გამოსავალი. ეს არის აი როგორც ფილმოგრაფია კინემატოგრაფზე, აი ესეთი ტიპის მოკლე საინფორმაციო ტექსტები დაწყობილი აკინძული საინფორმაციო. ეს რა არის ახლა ეს წიგნი ალბათ ძვირია. არც ისე ძვირი, თუმცა ხშირად ვდებთ ფასტაკლების აქციებში, ასე რომ ვცდილობთ რა. ქართველებიც შედიან, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ წყაროში ქართველები არ შედიოდნენ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ ამ ქართულ გამოცემაში ჩაგვესვა ჩვენი ქართველი ავტორები და შედის 5 ქართველი ავტორი, მათ შორის ნუშოთა, მიხეილ ჯავახიშვილი და ასე შემდეგ. ილია ჭავჭავაძე. არა, მე მგონი მართლა მაგარი მართლა საოცრებაა რა. აუ ესე იგი ეს ხაშოს ინგლისურენოვანი მინახავს ასეთი წიგნი ეს ლონდონში და ფრაგმენტულად წაკითხული მაქვს. ჩემი ავსტრიად ვიყავდი, იქ ვნახე და მაშინ მახსოვს შოკი იყო ჩემთვის და რეცენზიების დონეზე არის ტექსტები და არის საქართველოსია ნამყოფი იცით ალბათ. სიმონ დე ბოვუარი არის საქართველოში ნამყოფი, თავის მეუღლე არ იყო, მაგრამ ჟან პოლ სარტრი იყო მისი ბოიფრენდი თუ რა, ერთად ცხოვრობდნენ, მოკლედ ცხოვრების თანამგზავრი თუ არ ვიცი რა ტერმინი შეიძლება ვიხმარო, მაგრამ იყვნენ საქართველოში ერთად ჩამოსული, იმიტომ რომ იცით ეგ მემარცხენეები იყვნენ, ორივენი და იყვნენ საბჭოთა პერიოდში საქართველოში ჩამოსული, ეს ნამდვილად ასე მოხდა და მართლა საოცარია. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ჩვენი მაყურებელიც ხედავს და ესე იგი რადიოს უცნობის მსმენელებისთვის გავიმეორებ, ეს არის 1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. სხვა შორის ამ სლოგანთან დაკავშირებით ვიღაცამ მითხრა, რომ კიო, გასაგებია, მაგრამ პრები არ კითხულობ წიგნი. კაი, შემდეგ წიგნზე გადავიდეთ. რომელია? გასაგებია. შემდეგი წიგნი არის ჯორჯ ორუელი, თქვენთვის ამოვიღეს. ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ მოკლედ ამ ადამიანზე არ ვიცი რა შეიძლება ვილაპარაკო გარდა იმისა რომ თვითონ წიგნი ამბობს იმდენს რომ თვითონ კატალონიის წამოვიღეთ კი ბატონო კატალონია რომელიც უკვე ორშაბათიდან იქნება წიგნის მაღაზიათა ქსელში, თუმცა დღესაც შეუძლიათ გამოიწერონ ელვაჯიდან, სადაც არის წიგნები და პრესა ადგილზე მიწოდებით. ასე რომ ჩვენ ორუელის რამოდენიმე წიგნი უკვე გამოცემული გვაქვს და საკმაოდ მოხმარდი ავტორია. 1954 წიგნი 50 წიგნის სერიაში და ფერმაც გამოვეცით, ესეც გამოცემულია და საკმაოდ გაყიდვადი წიგნია, ისე რომ უყვარს ქართულ მკითხველს ეს წიგნი და კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეთ ამ პატივი კატალონიას სახით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დოკუმენტური პროზაც, არ ვიცი, ეს ასე სწორხაზოვნად დავარქვათ თუ არა, ალბათ ხო, უფრო არის სინთეზი, რომელიც ძალიან საინტერესოდ აღწერს იმ დროინდელ. ქართულად რა უნდა ვიხმაროთ ფიქშენის აღნიშნული, ალბათ ხატული ნაწარმოებიცაა და დოკუმენტური პროზაცაა და სინთეზია. ამ ავტორს საბედნიეროდ ქართველები კარგად იცნობენ, განსაკუთრებით სხვადასხვა ბოლო 10 წლის მანძილზე გახდა კიდევ ერთხელ ძალიან პოპულარული, საბჭოთა პერიოდში იყო, იმიტომ რომ მითი არსებობდა ორუელის გასაგებია და არც დიდ ხანს იგზავნებოდა მისი გამოცემა საერთოდ საბჭოთა კავშირში და ეხლა გაცლებით, ესე იგი, გვიან მოხდა ამის ქართულად პირველი გამოცემა მახსოვს ფერმა იყო, ცუდი ხარისხის გახსოვთ ალბათ. განკიდებოდა ერთი ლარიგნი და აღარც მახსოვს რა გამოცემა იყო, თუმცა თვითონ პოლიგრაფიული ხარისხი იყო. ჩვენის ქეოლოგიანი გავდა და ეხლა თქვენი მე იყო ხო უკვე შემდეგ დახვეწილი გამოცემა და ეს არის საყვარელი ავტორი ქართველებისთვის და არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ეს წიგნი ეს წერალი ესე ჯორჯ ორუელი გარდაიცვალა, ცნობილი ინგლისელი მწერალი 1959 წელს.
ესე 59 წლამდე დაწერილი წიგნები, მისი წიგნები არის უაღრესად თანამედროვე და ერთი შეხედვით ცოტა დაუჯერებელია, რომ ისეთი რამები იწინასწარ მეტყველა ორუელმა, ესე იგი 1959 გარდაცვალებამ. წერალი როგორც ხშირად ხდება ხოლმე წინასწარ მეტყველიც არის გარკვეულწილად და ისეთ რამებს ხედავს, რასაც ყველგან ხედავს. დაბადებული არის ინდოეთში და ერთ-ერთი საუკეთესო იმაშიც მოღვაწეები, ნაცვალები კაცი. დიდი ცხოვრება აქვს მოკლედ და ნაცვალები კაცი იყო, მაგრამ მართლა საოცარი წიგნების ავტორია და ასე რომ ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი მკითხველისთვის. კიდე რა წიგნი აი ვისაუბროთ ახლა პრადაზე. ეს რა წიგნი, ეს მე არ ვიცი თქვენი. ეშმაკ საცვია პრადა, თანამედროვე ახალგაზრდა ავტორის ლორენ ვაისბერგერის ძალიან საინტერესო წიგნია. სხვადასხვა ამ წიგნის ეკრანიზაციას წაიკითხავთ, აუცილებლად გამოგიგზავნით საჩუქრად. ამ წიგნის ეკრანიზაციაც არსებობს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს დღესაც და 2 ნომინაციაშია წარდგენილი ოსკარის თვითონ ეკრანიზაცია. რაც შეეხება ფილმი გადაღებულია, სადაც მერილ სტრიპი თამაშობს. ეს წელს არის წარდგენილი? არა, ეს არის ძველი ფილმია, კი. ზუსტად წელი არ მახსოვს, არ მინდა რომ სვენელი შეცდომაში შევიყვანო. მე სიმართლე გითხრათ, ეს წიგნი რა თქმა უნდა ვიცი, წაკითხული არა მაქვს, მაგრამ რატომ მოვერიდე, იცი? აბა, მითხრა. საერთოდ ბრენდებს ვერიდებ, არის ბრენდებს და პრადა რო გავიგე, მე გონდა რომ რაღაც ბრენდთან იყო დაკავშირებული. ერთადერთ ბრენდს ვაღიარებ, ასეთი ბრენდია, ესპანურია, მე მგონი კამპერი თუ ის ფეხსაცმელებს და კი სხვანაირად აკეთებენ ფეხსაცმელებს და ერთ-ერთი მას ვაღიარებ და რატომ? ერთხელ მივდიოდი მადრიდის ქუჩაში და ღია იყო ეს კამპერის მაღაზია და რო ჩავიარე, გამოდიოდა გოგი ძოძუაშვილის მუსიკის ჰანგები, ჩემი მეგობრის და შევედი და ვკითხე რომ მეთქი ეს საიდან გაქვთ მეთქი და ნუ კონდათ რა ვიცი და იმის მერე შემიყვარდა კამპერი და იმის მერე მარტო კამპერს ვაღიარებ. დანარჩენი ბრენდები ხო აი ხო პირობითობა რომელსაც თანხმდებიან რაღაც ადამიანები, რომელსაც დანარჩენი კაცობრიობა მერე ტყუდება თორე. რა არის ბრენდი? რომელსაც სნობ ის არის ბრენდი თორე. ოქრო რა არის? შეთანხმებაა რომ ოქროა და ძვირფასია თორე. თუ არ შეთანხმებით ოქრო არც არაფერი არ არის. ხო გესმენ? ასე არის ბრენდების ბრენდი. ამიტომ ვერიდებოდი პრადას და ეხლა მოვიყვეთ რა არის. მოკლედ ძალიან საინტერესო წიგნი, ჩვენმა მკითხველმა დარწმუნებული ვარ იცის, რაც არის, იმიტომ რომ ეხლა უკვე მეორე ეკრანიზაციის მეორე ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც თუ არ ვცდები 2014-ში უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება წიგნი მეორე ნაწილი უკვე ის არის შექმნილია და ვფიქრობთ რომ თუ მოთხოვნადი იქნება ეს წიგნი მეორე ნაწილსაც ჩვენვე გამოვცემთ. წიგნი არის თვითონ ავტორის ცხოვრებაზე ასე ვთქვათ აგებული იმ კუთხით რომ ავტორი მუშაობდა ცნობილი ამერიკული ჟურნალის Vogue-ის მთავარი რედაქტორის ასისტენტად და აღწერილი აქვს აი ეს პროცესები ანავენტურასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე პერიოდი აღწერილია თვითონ ამ რედაქტორის ასე ვთქვათ ესეთი ტირანული დამოკიდებულება ადამიანებთან არაფრის მთმელი ურთიერთობები, შიმშილით დაოსებული მოდელები, რომლებიც სულ ჩაცმაზე ბრენდებზე ფიქრობენ და მოკლედ ძალიან საინტერესო წიგნია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბრენდები უყვართ და ვისაც უყვარს მოდა, თუმცა არა მხოლოდ მათთვის ძალიან საინტერესო საკითხავი წიგნია. გოლის დრას ამობრაც ხოლმე. მოდა არის უგემოვნო ხალხისთვის მოგონილი შოუ. კოკო შანელა. თუმცა მან შექმნა, ხო? მაინც ინტუიცია რა. ინტუიცია ვიგზენი რომ რაღაც ხიფათში ვყავდი თავს, მაგრამ ვისაც უყვარს არენას ხალხიც ხო რომ რა ქვია, მოდა აინტერესებდა, ბუნებრივია. ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ ვიღაცა ეს არის ხატრული, ხო? ინტერესი. კი ბატონო. ისე პოდიუმს მოდელების რა უცნაური არა, როგორ იცვლება დრო და სამყარო. აი ახლა ხო არა თქვათ გოგუები და თქვათ ახალგაზრდა ადამიანები, ბიჭები მათ შორის, არამედ მათი მშობლებიც კი საქართველოში და მათ საქართველოში ძალიან მოწარებული არიან რომ შვილებს ჰქონდეთ აი ეგ ასპარეზი რომ ეგ სფერო აირჩიონ მოღვაწეობს და აი თვითონე უბიძგებენ ხოლმე ხო და რეალურად იცით ალბათ ნათი ამირეჯიბი ჩვენი კინომცოდნე შესანიშნავი ადამიანი და ულამაზესი ქალბატონი ეს ამირეჯიბი ხო ის ლამაზი ხალხია და ეს ნათი იყო საოცრებ ახალგაზრდობაში და წარმოვიდგინეთ მის ახალგაზრდობის დროს პარიზში ტარდებოდა ესე იგი ჩვენება საერთაშორისო რაღაც მნიშვნელოვანი სილამაზის კონკურსი თუ არ ვცდები მის სოფლიო იყო სადაც საბჭოთა კავშირიდან გადაწყვიტეს როგორც ულამაზესი ქალი გაეგზავნათ ნათი ამირეჯიბი და ეს ამბავი რომ ხო და მაშინ ხო უშიშროების გარდა ვინ მოგცემდა ნებას რომ საზოგადოებრივი წასულიყო პარიზში მithume ეს რომ უთხრეს იმ კაცმა ესე ვინც უთხარო ესე ქალბატონ ნათიო
ნაკაბადო ალბათ არ ვთქვა მაშინ ახალგაზრდა იყო ნათიო და ნათი ამიეჯი აი არც დაფიქრებულა ესე გაშლი ხელი შემოატყა სახეში იმდენად შეურაცხყოფათ იგზნო თავი ესე იგი წარმოიდგინე მე ქალი ამდენი წიგნი წაკითხული რაღაცეთი ჭკვიანი და უნდა ვიტანტალო იმას პოდიუმზე და ვიღაც მანიაკებმა მათვალიერონ და აი ეს იყოს ისა რა ქვია ჩემი ცხოვრების რა ქვია თავარი ასპარეზი და ისე შეურაცხყოფათ იგზნო თავი ხო წარმოიდგინე კგბ-ს უშიშროების თანამშრომლს გაშლილი ხელი ასე კალბატონო ნათი იმის პერეხა რამდენი ხანი გავიდა ეხა პირიქით შეურაცხყოფელი კი არ არის ალბათ რამდენი წვალობენ რომ შევიდიქ მოახდინო ასე იცვლება წუთი სოფელი კიდე რა წიგნი დაგჭე ხა როთის ადამიანური ლაქა რომელსაც ასევე ვურჩევ მკითხველებს იმიტომ რომ ну ფილიპ როთი შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ჩვენ სხვათა შორის ამ ავტორის არც ერთი წიგნი არ გქონდა აქამდე გამოცემული და ალბათ ამის მერე დავიწყე ფილიპ როთი გამოსცა ბოდიში თუ არ ვწდები დიოგენე პორტნოის სინდრომი კი ამიტომ აი ახლა უკვე გამოიცა და ორშაბათიდან ესეც უკვე იქნება წიგნის მაღაზიათა ქსელში და ჩვენს მკითხველს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ეს არაჩვეულებრივი წიგნი რომელიც მართლაც შეიძლება ითქვას რომ აი ადამიანურ ურთიერთობებზე და ადამიანურ დრამაზეა აგებული ძალიან საინტერესო წიგნია მე არ მინდა ახლა ის კარტები გავშალოთ თვითონ შინაარსზე რადგანაც მინდა რომ თვითონ მკითხველმა შეიქმნას თავისი შთაბეჭდილება და ხო ჩვენი მსმენელებისთვის ესე იგი ჩვენი რადიო მსმენელებისთვის და ტელემაყურებლებისთვის დავამატებ თქვენს ნებართვით რომ ფილიპ როთი არის მოვლენა ესე იგი ლიტერატურაში ალბათ გაცილებით სკანდალური არ ვაჭარბებ ვიდრე თავის დროზე თქვა ნაბოკოვის ლოლიტა სტას გამო ნაბოკოვი ამ თქვა ჰენრი მილერი და ასე შემდეგ იმიტომ რომ წიგნი რომელიც უკვე ვახსენეთ მისი ავტორობით პორტნოის სინდრომი 1969 წელს გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნამდვილი შოკი მოახდა ესე იგი ამერიკელ მრავალტანჯულ და მრავალისუნახულ და მრავალ წიგნ წაკითხულ ხალხშიც კი ამერიკაშიც კი გამოიწვია შოკი ისეთი გულწრფელი წიგნი იყო ეს არის ესე იგი ექიმთან აუდიენციაზე მყოფი პირველი პირის ესე იგი პერსონაჟის თავგადასავალი ექიმს უყვება ესე იგი ფსიქოანალიტიკოსია ექიმს უყვება თავის ცხოვრებას ბავშვობიდან დაწყებას, მაგრამ ისეთი გულწრფელობით, როგორც არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია დედამიწის ზურგზე და ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და დიდი მადლობა რომ ისეთი თქვენი გამომცემლობას დაინტერესდა ამ ავტორით და შეგვიძლია კიდევ თუ დაგვრჩა წიგნებზე ვისაუბროთ თუ არა და ვისაუბროთ იმ პროექტებზე რომელიც აქვს პალიტრაელს და სემონებით მოგისმენთ. კი ბატონო, ეს არის მკითხველთა კლუბი რომელიც საკმაოდ ეს ასე ვთქვათ კარგად ადაპტირებული პროექტია სხვა ქვეყნებში და ვიფიქრეთ რომ რატომაც არ შეიძლება რომ ეს პროექტი დაინერგოს საქართველოშიც მით უმეტეს თუ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი გამომცემლობის მთავარ პრიორიტეტს რომ მოვახდინოთ პოპულარიზაცია წიგნის კითხვის და წიგნის სიყვარულის ზოგადად მოკლედ მკითხველთა კლუბი ეს არის ჟურნალი კატალოგი აი ესეთი სახით გამოიცემა თვეში ერთხელ და მიყვება გაზეთ კვირის პალიტრას საქართველოს პირველ ეტაპზე კი ბატონო ეს არის პირველი ნომერი რომელიც გამოვრეცით ოქტომბერში ეს არის თქვენ რომელიც გიჭირავთ ხელში გარის ნოემბრის ნომერი და პირველ ეტაპზე ჩართული იყო საქართველოს 5 ქალაქი თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი და რას გულისხმობს ახლა ეს ჩართულობა ყველა ნებისმიერი ქალაქიდან ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა დაერეკა მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და გაწევრიანებული იყო მკითხველთა კლუბში, რაც მას მიანიჭებდა იმ უპირატესობას, რომ კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი წიგნის აქციის ფასად და ფასდაკლებით შეეძლო წიგნის შეძენა. მინდა გითხრათ, რომ კატალოგში არის საკმაოდ დიდი ფასდაკლებები წარმოდგენილი. ეს პირველ რიგში შეიქმნა იმისთვის, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვართ წიგნის კითხვა, მაგრამ არა აქვთ იმის საშუალება, რომ შეიძინონ ესა თუ ის წიგნი ფასის, მაღალი ფასის თუ დაბალი ფასის გამო ზოგადად ადამიანებს უჭირთ დღევანდელ ცხოვრებაში თქვათ მატერიალური სიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ ვეცადეთ რომ კატალოგში მოგვეთავსებინა ისეთი ტიპის წიგნები, რომელიც იქნებოდა ყველა მკითხველისთვის, ყველა გემოვნების მკითხველისთვის, დაწყებული საბავშვო ლიტერატურიდან, მხატვრული ლიტერატურა, დარგობრივი ლიტერატურა, სანადირო იარაღის დიდი სახელმძღვანელო აგერ, ნადირობის მოყვარულებისთვის, მხატვრული ლიტერატურა და ასე შემდეგ.
მოკლედ, აქ წარმოდგენილ ყველა ტიპის, ყველა წიგნზე არის დიდი ფასდაკლებები, დაწყებული 5%-დან დასრულებული 90%-მდე ფასდაკლებით. ასე რომ დღეს უკვე მეორე ნომერია გამოცემული და მკითხველთა კლუბს ყავს 700-მდე წევრი. უკვე ჩართულია 7 ქალაქი. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, რუსთავი და წყნეთი. ამ ქალაქებიდან დღის განმავლობაში მინიმუმ 20-25 ადამიანი რეგისტრირდება, ხდება კლუბის წევრი, რომელთაც გადაეცემათ გამომცემლობის და მკითხველთა კლუბის სპეციალური ბარათი, პლასტიკური ბარათი, ეს არის საიდენტიფიკაციო მათი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ისინი ჩვენს ბაზაში ფიქსირდებიან და ამ ბარათის საშუალებით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ კატალოგის ფასდაკლებებით. გარდა ამისა, კლუბის ფარგლებში ხშირად გეგმავთ გაცნობით საღამოებს და ღონისძიებებს, მათ შორის ერთი, რომელიც უკვე ჩატარდა ოქტომბრის თვეში, ეს იყო ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კვირეულთან დაკავშირებით, ილიას დაბადების დღეს აღსანიშნავად ჩავატარეთ მკითხველთა კლუბის ესე ღია ღონისძიება, სადაც კლუბის წევრებმა მოიყარეს თავი და სადაც მკითხველთან ერთად ჩვენ წავიკითხეთ ილიას წერილები ოლღასადმი მიძღვნილი. მოკლედ, ესეთ აქტიურ ინტერაქციაში ვართ ჩართულები, ვცდილობთ მოვისმინოთ ჩვენი მომხმარებლის მოსაზრებები ამ საღამოებზე, შეხვედრით საღამოებზე, თვითონ არიან ასე ვთქვათ, ბიძგის მიმცემები იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად გვწერენ რა სურთ მათ. რომ მომავალში ჩვენ ეს გავითვალისწინოთ, როგორც პროექტებში, ასევე წიგნების გამოცემის პროცესებში. მაკა, დიდი ბოდიში, აი, ნახე წიგნი მოსამსახური. შეიძლება იცით ეს ამბავი, ირმა ტაოლიძეს გადაშალა, იცით ხო ეს ამბავი? გადაშალა სტამბულელი ნაბიჯვარი და აღმოაჩინა ტექსტი მოსამსახური. იცით ხო, ცნობილი დახმაურებული ამბავია. ასეთები ხრება, რო იცოდეთ. გავშალა ეს ისტორია სიამოვნებით მოვისმენ. აი ხა გამახსენდა, რა საინტერესო წიგნი, რა საინტერესო თავგადასავლია ყველა წიგნს. კი, ნამდვილად თავგადასავალი იყო. ასეთი რამე შეიძლება და ხოდა ეს ხაჭაპური რაშუაში ხაჭაპურიც მომხდა. ეს არის ძალიან კარგი. ირმა ტაოლიძეს კი არ დაემართა. მაკალ დოკონს დაემართა. მე აღაჩაგის ამბავი დაემართა. ეთყობა, ისე ძალიან საინტერესოა. მაკალ დოკონს ფინელ წერა, საქართველოს მოღვაწე ერთადერთ ფინელ წერას. კი ბატონო. ეს არის ძალიან საინტერესო ხაჭაპური, სადაც თავმოყრილია ხაჭაპურის მომზადების სხვადასხვა რეცეპტები, დაწყებული იმერულით, დასრულებული მეგრულით და ასე შემდეგ. სხვადასხვა ვარიაციებია, რეცეპტებია, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ და სამზარეულოში მოამზადოთ არაჩვეულებრივი. მე სხვა რამეს გულს, მე ძალიან მომეწონა, რომ ესე იგი წიგნების კონტექსტში არის ხაჭაპური გამოყენებული და რატო? როცა პატარებთან, აი ბავშვებს ხვდები და ყოველთვის მეკითხებიან, რომ აი რატო ვიკითხოთ წიგნები? ანუ რას აძლევს წიგნი ადამიანს? ხო, ძალიან ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, ისე რომ ბავშვთვის იყოს გასაგები. ამიტომ სულ ვცდილობ ხოლმე რამდენჯერმე დავაფიქსირო, ვადარებ წიგნებს, ვადარებ საკვებს, რომ პატარებისთვის გასაგები იყოს, ჩემი მოკლეჭკუით სწორად ვუხსნი. და ვეუბნები, აი როგორც პატარებმა ხო უკვე ვიცით, პატარაობიდანვე ნებისმიერმა ადამიანმა, არა მარტო ქართველმა, ნებისმიერ ადამიანმა იცის, რომ კუჩს მაგალითად რაღაცას აკეთებ, ხო ზუსტად ვიცით, რომ ჭირდება საკვები რა. ყოველ შემთხვევაში რო არიღებს კუჩი, ორგანიზმი განიცდის ამას, გაწუხებს და ვიცით, რომ საკვები არის აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დავადდება ადამიანი, მოკვდება და შენ. და ასე არის წიგნიც და განათლებაც. ტვინსაც ისევე ჭირდება საკვები, როგორც კუჩს ჭირდება საკვების მიღება და ტვინის საკვები არის წიგნი და განათლება. სხვა წიგნის ალტერნატივა არ არსებობს, სხვა საკვები ტვინისთვის გარდა წიგნისა. გარდა ცოდნის უბრალოდ არ არსებობს. და ტვინსაც ჭირდება საკვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარდება, დადებილდება ადამიანი და იქნება დებილი და ახლა თუ არ აზროვნებ, ესე იგი არც ხარ ცოცხალი, რაღაცა ასეთი სიცოცხლე. ეხლა რამდენიმე მაკა თუ რამის თქვა გინდა კიდევ ბრძანეთ თუ არა და მე შეკითხებად და არაფერი ერთადერთი შემიძლია გითხრათ რომ მესამე ნომერი ახალი წიგნებით და ახალი აქციებით გამოვა 16 დეკემბრისთვის, ასე რომ ჩვენი წევრები და მომავალი წევრები, რომლებიც მომავალში გაწევრიანდებიან მკითხველთა კლუბში, ძალიან ბევრ საინტერესო აქციებს მიიღებენ გამომცემლობისგან.